მოგესალმებით კიდევ ერთი მიმდინარე პროექტიდან, სადაც ხდება ფასადის სამღებრო სამუშაოები და ამავდროულად ბოსაიზოლაციო სამუშაოები თერმოლიტის საღებავით. კონკრეტულად ეს ობიექტი იმყოფება ბაზალეთის ტბის პირას, გამომდინარე იქიდან, რომ არის საკმაოდ მკაცრი და ცივი ზამთარი. ადამიანებს სურდათ საღებავი, რომელიც ესე რომ ვთქვათ, მოუგვარებდა როგორც თბოიზოლაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამავდროულად ჰიდროიზოლაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს და შესაბამისად გამოვიყენეთ თერმოლიტის 30%-იანი საღებავი. ზუსტად ეს საღებავი უზრუნველყოფს, რომ არ გაატაროს წყალი, აქვს ძალიან მაღალი დონის ჰიდროიზოლაცია, ამავდროულად აქვს შუშის ვაკუუმის მიკროსფეროები, რომელიც უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ ზაფხულის პერიოდში სიცხეს არ ატარებს შიდა სივრცეში და ზამთრის პერიოდში სიცივეს არ ატარებს ანალოგიურად შიდა სივრცეში. გარდა ამისა, ინახავს ძალიან კარგად კედლებს, იქიდან გამომდინარე, რომ აქვს შესაბამისი პიგმენტი საღებავს, რომელიც ესე რომ ვთქვათ 95%-ით ირეკლავს მზის ულტრაისფერ სხივებს. საღებავი საჭიროა ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ ორ ფენად მინიმუმ. კონკრეტულად პირველი ფენით უკვე ხდება ბაზის შექმნა, ასევე იკვრება კონკრეტული სისქის ლაბდა, რომელიც უზრუნველყოფს ჰიდროიზოლაციას, თბოიზოლაციას და მერე უკვე მეორე ან მესამე პირის შემთხვევაში ხდება ფაქტურით დამუშავება, რომელსაც ახლა უკვე აკეთებენ ჩვენი ბიჭები. ამ შემთხვევაში ჩვენმა მომხმარებლებმა გადაწყვიტეს მიუხენის მსგავსი ფაქტურა, რომელიც თერმოლიტის საღებავით შეგვიძლია მივიღოთ კონკრეტული ლილვაკის და შემდგომ უკვე დაუთავების მეშვეობით. დაგვაუწყდეს, რომ კონკრეტული სამუშაოები თერმოლიტით დამუშავება აღნიშნული ობიექტის შემთხვევაში დაიწყო გალესილი ზედაპირიდან, ანუ სახლი იყო გალესილი ქვიშა-ცემენტით და შემდგომ უკვე პირდაპირ დავიწყეთ თერმოლიტის საღებავით დამუშავება. შესაბამისად, თუ თქვენს გსურთ, რომ მსგავსი ლამაზ ვიზუალთან ერთად გქონდეთ წყლისგან, ნესტისგან, სიცხისგან და სიცივისგან დაცვა, შეგიძლიათ გამოიყენოთ თერმოლიტის ენერგოეფექტური საღებავები, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ თერმოლიტის მაღაზიაში, აგლაძის 32 ნომერში, თბილისში, მეტალო ბაზის მიმდებარე.